საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს. პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მან ევროკავშირთან ურთიერთობაზე გააკეთა აქცენტი. სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ფორუმს და ვიზიტს, ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. სალომე, გისმენთ. დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში წელს ანტალიის დიპლომატიური ფორუმი სწორედ აი ამ საკითხის გარშემო იქნება ფოკუსირებული. უნდა ითქვას, რომ ანტალია დიპლომატიური ფორუმს წელს უკვე მეოთხედ მასპინძლობს და ყოველწლიურად ეს ფორუმი მაღალი რანგის სტუმრების რაოდენობას ნამდვილად არუჩივის. წელსაც ანტალიაში ძალიან ბევრი სახელმწიფოს პირველი პირია ჩამოსული, მათთან ერთად ძირითადად საგარეო საქმეთა მინისტრები და ასევე 70 სხვადასხვა მიმართულების მინისტრი, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან. რა თქმა უნდა, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე დღეს დიპლომატიური ფორუმის მთავარი ამოცანა და მიზანი არის ისაუბროს როგორ გახდეს უფრო ეფექტური თავად დიპლომატია და დიპლომატიური ენა ომებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. შუადღის 3 საათისთვის იქნება ოფიციალური გახსნა და სიტყვით წარსდგება პირველი აქ შეკრებილ ადამიანის მიმართავს გახსნაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, განსაკუთრებული მოლოდინია მისი სიტყვის მიმართ, რა სიტყვის ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერი ახლა არსებულ მოცემულობაზე და როგორ პოზიციებს დააფიქსირებს. მანამდე ალბათ ძალიან სასიამოვნო ფაქტად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმი, რომელიც პრინციპში გახსნილია უკვე, მის ერთ-ერთ პირველსავე პანელზე, პანელურ დისკუსიაზე, რომელსაც ერქვა ლიდერთა პანელი, მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახაძემ ამ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის, მონტენეგროს, მოლდოვის პირველ პირებთან ერთად, კოლეგებთან ერთად და მათი მთავარი ამოცანა ამ დისკუსიის ფორმატში იყო წარმოედგინათ ის თუ როგორ ხედავენ ისინი ამ ეტაპისთვის საკუთარი ქვეყნების განვითარებას და თავიანთი ქვეყნების როლს გლობალურ სამყაროში. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით ისაუბრა იმაზე თუ როგორი არის ახლა საქართველოს პოზიცია, ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, პროექტებზე, ეკონომიკურ ზრდაზე, აღნიშნა ისიც, რომ ახლა საქართველოს ძალიან კარგი მონაცემები აქვს ამ თვალსაზრისით. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობა, როგორც ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოსთან, ისე 20-მდე სხვადასხვა ქვეყანასთან, რაც მას განსაკუთრებით მომხიბლელობას სცემს. ასეთივე მოცემულობა აქვს ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყნებთან და ეს იძლევა, ასე ვთქვათ, მეტი ოპტიმიზმის საფუძველს. ირაკლი კობახაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს ჰქონდა ბევრი გამოწვევა, თუმცა იმისათვის, რომ ქვეყანა და ზოგადად რეგიონი განვითარდეს, უფრო მეტად და მოხდეს რეგიონის სრული პოტენციალის ათვისება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მშვიდობის დამყარება და სტაბილურობის შენარჩუნება. ამავდროულად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოს მთავარ საგარეო ამოცანად ევროკავშირში გაწევრიანება რჩება. საქართველოს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთ აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით. და აი ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად მოხდეს. ამის ერთადერთი საშუალება არის ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება მთელს მსოფლიოსთან. ამიტომ ეს არის ჩვენი ხედვა. ასევე უვიზო მიმოსვლა გვაქვს 50 ქვეყანასთან მსოფლიოში. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობაც სხვადასხვა ქვეყანასთან. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში, სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამას აფასებს, ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიისა არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ
ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს ეკონომიკურად, საკმაოდ კარგად მიდის ქვეყანა წინ. თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 2001 წლიდან მოყოლებული 9.4%-ია, რაც არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ კონცენტრირებას ყურადღების და ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელს რეგიონში. რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ სფეროში, ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით ინტეგრაციის გზა, საქართველოს ინტეგრაციის გზა იქნება უფრო ინტენსიურად გახორციელებული. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. აქაც სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სამშვიდობო ხედვას განვახორციელებთ და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირება ადობის უნარს კიდევ უფრო გააძლიერებს და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა, კეთილდღეობა არის ის აქცენტი, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ. ანტალიის დიპლომატიური ფორუმი, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვის, ვინაიდან ეს პლატფორმა უკვე მეოთხე წელია იძლევა ძალიან კარგ საშუალებას ორმხრივი შეხვედრებისთვის, ვინაიდან როგორც გვეკითხარით წლიდან წლამდე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი სტუმრობს, როგორც ჩვენთვის ცნობილია ამ ეტაპისთვის ანტალიაში ჩამოსული არის 20-ზე მეტი სახელმწიფოს პირველი პირი, 50-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და 70 მინისტრი სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნიდან, ამავდროულად მათთან ერთად, რა თქმა უნდა, უამრავი ექსპერტი და ეგრეთ წოდებული opinion maker-ია ჩამოსული ანტალიის დიპლომატიური ფორუმისთვის, ადამიანები, რომელთა მოსაზრებებით, როგორც წესი, პოლიტიკური სამყაროს კონტურებს განსაზღვრავს ხოლმე, ასე რომ ველოდებით დღეს ბოლოს გაგრძელებას, როგორც გვეკითხარით, თბილისის დროით 4 საათისთვის კი აქ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით თურქეთის პრეზიდენტი და მასპინძელი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მიმართავს. მადლობა სალომე ქოქიაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.